აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი მრევლს მოუწოდებს ყურადღება არ მიაქციონ პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით გავრცელებულ მითქმა-მოთქმასა და არასწორ ინფორმაციას. მეუფე დავითმა ამბიონიდან მორწმუნეებს ქადაგებით მიმართა და აღნიშნა, რომ პატრიარქი ის გახდება, ვისაც ღმერთი ინებებს. 59 წელი იღვაწა და იშრომა ღვთისადიდებლად და ერისთვის თავდაუზოგავი შრომით, მარხვითა და ლოცით. მის გონებას არაფერი არ გამორჩებოდა. დიდი მითქმა-მოთქმა არის, მინდა გაგაფრთხილოთ და გითხრათ. ნუ მიაქცევთ ყურადღებას. ტელევიზიებში 1000 რამეს მოხვდებიან. 1000 რამ გეგმას დასახავენ. ბევრ კანდიდატს დაასახელებენ. მიხვდებიან ყველა თითქოს ნიშნულოვან ამბავს. იცოდეთ და უწყობთ. ეს ყველაფერი არის თქვენი სულიერი დაბნეულობისა და სიბრმავის შესაქმნელად. თქვენ უნდა იცოდეთ, სახარებიდან გაგახსენებთ. უფალი გვაფრთხილებს. მოვაო დრო, როდესაც იტყვიან, აი აქ არის ქრისტე, აი იქ არის ქრისტე. ნუ დაუჯერებთ, ნუ რავის. იმიტომ რომ იყო ერთი ესეთი გამოვიდა და ხალხი შეკრიბა და უდაბნოში გაიყვანა და მოკდა მათი წინამძღოლი და ხალხი დაიშალა. სიცრუეს ნუ აყვებით. გავიმეორე, ღმერთი როგორც აკურთხებს, ისე იქნება. ვინ იქნება ღირსი პატრიარქობის გვირგვინის, უნდა იცოდეთ, რომ ეს არის მძიმე ჯვარი და პასუხისმგებლობა. და ყველას გმართებს დღეს ლოცვა, რომ გამორჩეული კანდიდატი იყოს ღირსეული და თუ იგი დამტკიცდება, მას კონდეს ღვთით ძალა, რომ ეს პასუხისმგებლობა ატაროს. არავინ არ იფიქროს, რომ დღეს პატრიარქობა პატივია მხოლოდ. ხანძთელის ნათქვამს გავიხსენებ. პატივისაგან ხვდები, რომ პატივი დიდია, მაგრამ ტვირთისაგან, პატიჟისაგან მეშინის. ისეა დღევანდელ დღესაც. ეს აზრი უცვლელია. საღვთო საყდართან მსახურება დიდი პატივია, მაგრამ იმავდროულად დიდი სიმძიმეც არის, უკვე თუ არ აღირსებით იმსახუროს თითოეულმა, მაშინ მისთვის პასუხისმგებლობა დიდი იქნება, რადგანაც სახარებაში ნათქვამია. ბევრის მქონეს დიდი პასუხისმგებლობა აქვს, ვისაც ბევრი მიეცა, მას ბევრივე მოეკითხება.